მოგესალმებით. ვიდეო ჩანაწერი მომზადებულია სამეცნიერო საგრანტო პროექტის ევროპული ლიტერატურული რეფლექსიები გალაქტიონ დაბიძის პოეზიასა და საარქივო მასალებში კომპარატივისტული კვლევები და სამეცნიერო ცნობარი ორენოვანი გამოცემა ფარგლებში. 1927 წლის რჩეულის გამოსვლის შემდეგ გალაქტიონის პოეზიაში თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება. 20-იანი წლების მიწურულს საბჭოთა ხელისუფლება საბოლოოდ იმყარებს პოზიციებს, მკაცრდება ცენზურა, პარტიის იდეოლოგები კი კატეგორიულად უსვამენ საკითხს ხელოვნების სფეროს მოღვაწედ. ან ჩადგნენ საბჭოთა სახელმწიფო სამსახურში, ან ფაქტობრივად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ საკუთარ თავს. ამ პერიოდში გალაქტიონის წინაშე მთელი სიმწვავი დგება ახალი სინამდვილის მიღება არ მიღების საკითხი. პოეტი იძულებული ხდება დაიწყოს ეპოქის ესთეტიკური გემოვნების შესაბამისად გარდაქმნა, რაც მისთვის შინაგანად მეტად რთული და მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. 20-იანი წლების მიწურულს თვისებრივად იცვლება გალაქტიონის მიმართება ევროპულ ლიტერატურასთან. იქიდან გამომდინარე, რომ პოეტი იძულებული ხდება უარი თქვას მოდერნისტულ წარსულზე, მის ახალ ლექსებში თითქმის სრულად წყდება იმ ავტორთა ხსენება, მაგალითად ბოდლერის, ვერლენის, მალარმესი და სხვათა, რომელთა შემოქმედებაც საბჭოთა კრიტიკისათვის ასოცირდებოდა არაჯანსაღ, ბურჟუაზიულ და დეკადენტურ ხელოვნებასთან. ამის საპირისპიროდ გალაქტიონის ინტერესის სფეროში ექცევიან კლასიკური ევროპული ფილოსოფიისა და ლიტერატურის წარმომადგენლები, მაგალითად ჰეგელი, გოეთე, ბალზაკი და ის ავტორები, რომელთა ნააზრევს საბჭოთა იდეოლოგია კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდა. ასევე პოეტის თანამედროვე მემარცხენე ევროპელი მწერლები. გალაქტიონის პოეტური ფერისცვალების გზაზე საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა პოემებს ეპოქა, პაციფიზმი და საით მიდის რევოლუციონური საქართველო, რომლებშიც პოეტმა საბჭოთა იდეოლოგიის მხატვრული სტანდარტებით სადა აესახა ახალი სოციალური სინამდვილე, კლასთა ბრძოლის, ინდუსტრიალიზაციის, ტექნიკური და კულტურული რევოლუციის და ასე შემდეგ პროცესები. ეპოქის ლიტერატურული მოთხოვნების შესაბამისად გალაქტიონის დასახელებული პოემებისათვის ნიშნეულია პლაკატურობა, დეკლარაციულობა, პოლემიკური პათოსი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეპოქა, რომელშიც დაკვირვებული მკითხველი სოციალისტური სინამდვილით და აღტაცების გვერდით შენიშნავს პოეტის შინაგან ტკივილსაც, გამოწვეულს ძველ ლიტერატურულ ესთეტიკურ იდეალებთან გამოთხოვებით. მაგალითად, დასახელებულ ციკლში ერთმანეთს მოსდევს განწყობილების და თემატიკის მიხედვით დაკავშირებული ლექსები, ოცნება და სინამდვილე, წარწერა წიგნზე, ნამდვილი და ხელოვნური ყვავილები, ფელეტონების შემდეგ, რომელთაც აერთიანებს ხელოვნებისა და სინამდვილის, ძველი და ახალი პოეზიის მიმართების თემა. ლექსში ოცნება და სინამდვილე აღნიშნულია, რომ დამთავრდა რომანტიზმის ეპოქა, მწარე გათიშვა ოცნებასა და სინამდვილეს შორის. ის პოეზია გაჰქრა, იგი ოქრო და ვერცხლი, დრომ ძველ მიდამოს გაჰკრა ცოცხალ ცხოვრების ცეცხლი და უბოლოოდ მიჰქრის, როგორც გაშვება ქორის, მწარე გათიშვა ფიქრთა და სინამდვილეს შორის. გალაქტიონი მიუთითებს, რომ წარსულს ჩაბარდა რომანტიკული დუალიზმი, ახალმა დრომ ახალი შინაარსით დატვირთა პოეტის მისია. იდეოლოგიური კონიუნქტურის გათვალისწინებით გალაქტიონი დაასკვნის, რომ ევროპული რომანტიზმისა და მოდერნიზმის წარმომადგენელთა შემოქმედებას მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს და მათი პოეტური იდეები შეუსაბამოა თანამედროვეობასთან. 20-30-იანი წლების ლიტერატურული ატმოსფერო გალაქტიონს ავალდებულებდა მუდმივი სინანული ჰქონოდა თავისი პოეტური წარსულის გამო. ამ პერიოდის ლირიკა მოწმობს, რომ შინაგანმა ბრძოლამ დრამატული ხასიათი მიიღო. გალაქტიონისთვის მეტად მტკივნეული აღმოჩნდა იძულებითი განდგომა ძველი მუზისაგან, ჩახშობა ბუნებრივი პოეტური მიდრეკილებისა. 30-იანი წლების ერთ საინტერესო ლექსში ვკითხულობთ, ეს ძველი მუზა ცბიერგველივით ნებიურობს ღამით თუ თბება დღისით, მარადის ფიქრობს, რომ ყოველივე იწყება მისით, თავდება მისით.
იუსეს შემდეგ ფერმიხდილი მზით რომ ოცნებობდეს ვინმე ძნელია, უძველეს დროის მაინც ვერასკსით განცდებს ეს მუზა ვერ შეელია. 30-იანი წლების დასაწყისში სახალხო პოეტად კანონიზაციამ, როგორც გალაქტიონის, ასევე საბჭოთა კრიტიკის წინაშე დააყენა პოეტის შემოქმედებითი წარსულის გადააზრების ამოცანა. ამ პერიოდიდან ოფიციალური ლიტერატურის მცოდნეობა ცდილობს მაქსიმალურად შეარბილოს გალაქტიონის კავშირი ევროპული მოდერნიზმის გამოცდილებასთან, რასაც თავად პოეტიც მონდომებით უწყობს ხელს. 1935 წელს ევროპაში მოგზაურობის შემდეგ შექმნილი ლექსების ციკლი კი შეიძლება ითქვას, რომ გამოხატულებაა ევროპულ სინამდვილესთან გალაქტიონის თვისებრივად ახალი მიმართებისა. ეს ძალზე ვრცელი თემაა და ამჯერად მას არ შევეხებით, ყურადღებას გავამახვილებთ გალაქტიონის პოეტურ ტრაქტატზე საუბარი ლირიკის შესახებ, რომელიც 1940 წელს შეიქმნა და რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება გალაქტიონის შემოქმედებაში ევროპული ლიტერატურის რეცეფციის შესწავლისათვის. უპირველესად უნდა ითქვას, რომ 20-30-იანი წლების საბჭოთა კრიტიკა სკეპტიკურად იყო განწყობილი ლირიკის, როგორც ლიტერატურული გვარის მომავლისადმი და ლირიკა გამოცხადებული იქნა მეორეხარისხოვან გვარად, რომელიც მოკლებული იყო სინამდვილის ფართო დასახვის შესაძლებლობას. მყარად დაამკვიდრდა თვალსაზრისი, რომ ლირიკის გამომსახველობითი შესაძლებლობები ეპოსთან შედარებით ძლიერ შეზღუდულია. ასეთ ვითარებაში გალაქტიონი მიზნად ისახავს ეროვნული და საკაცობრიო ლიტერატურად მცოდნეობითი ტრადიციით და საბჭოთა თეორიული აზროვნებით გამყარებული შეხედულების საწინააღმდეგო დაამტკიცოს, რომ ლირიკა არათუ მეორეხარისხოვანი, არამედ ეპოსისა და დრამის თანაბარ მნიშვნელოვანი ლიტერატურული გვარია, რომელიც ზოგიერთ ასპექტში შესაძლოა აღემატება კიდეც მათ. ლირიკის თეორიისა და ისტორიის საკითხებზე მსჯელობისას გალაქტიონი ემოწმებს ევროპული კლასიკური ფილოსოფიის და პოეზიის წარმომადგენელთა შეხედულებებს. უპირველესად, გალაქტიონი ლირიკის შემეცნებით ღირებულებაზე ამახვილებს ყურადღებას და ის ამ თვალსაზრისით ეყრდნობა ჰეგელს. გალაქტიონოლოგიაში გაცემულია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა დააყრდნობოდა უმთავრესად პოეზიის არსზე მსჯელობისას გალაქტიონი გერმანელ ფილოსოფოს. როგორც თეიმურაზ დოიაშვილი მიუთითებს, ჰეგელი საყრდენ ფიგურად შეერჩევას გალაქტიონის ესთეტიკური მანიფესტისათვის სულ ცოტა ორი კონკრეტული მომენტი განაპირობებდა. გალაქტიონის სუბიექტურად ჰეგელის მხარესაა, რადგან იგი ხელოვნების პირამიდის მწვერვალზე პოეზიას ათავსებს, ხოლო ობიექტური ისტორიული გარემოებანი კი ერთ დროს შელინგისა და შოპენჰაუერის თაყვანისმცემელ პოეტს აიძულებდა შედარებით ნაკლებად სახიფათო ჰეგელი მარქსიზმის ფილოსოფიური წყარო და ამდენად კომუნისტური იდეოლოგიის მიერ უფრო შეწყნარებული მოაზროვნე მოეხმო მოკავშირედ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰეგელისადმი გალაქტიონის მიმართება პოემაში საუბარი ლირიკის შესახებ ერთგვაროვანი არ არის, თუ ქართველი პოეტისათვის სრულიად მისაღებია გერმანელი ფილოსოფოსის თვალსაზრისი პოეზიის როგორც ხელოვნების უმაღლესი ფორმის შესახებ, აბსოლუტურად შეუწყნარებელია ჰეგელის შეხედულება პოეზიის კონკრეტული გვარის ლირიკის თაობაზე, რადგანაც ჰეგელი სინამდვილის ყოვლის მომცველი ასახვის თვალსაზრისით ეპოსს განუზომლად მაღლა აყენებდა ლირიკაზე. საუბარში ლირიკის შესახებ ვრცელი პოეტური ექსკურსი ეძღვნება ანტიკურ პოეზიას. საინტერესოა, როგორია კლასიკური ლიტერატურის გალაქტიონისეული რეცეფცია და რა მიზნითაა მოხმობილი ანტიკური ლირიკის გამოცდილება ნაწარმოებში. გალაქტიონი მიუთითებს, რომ ლირიკული პოეზიის ძალა და საზოგადოებრივი მნიშვნელობა უკვე ანტიკურ ეპოქაშივე გამოვლინდა თვალნათლივ და ლირიკული პოეზიის მამამთავრად დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით იგი არქილოქოსს ასახელებს. მის შესახებ მსჯელობისას გალაქტიონი ყურადღებას ამახვილებს, რომ არქილოქოსმა გამოავლინა ლირიკის შხამის დაფარული ძალა. ამაში უნდა იგულისხმებოდეს ის, რომ როგორც ცნობილია, არქილოქოსს
უყვარდა ვინმე ლიკამბეს ქალიშვილი ნეობულე და მამას უარი განუცხადებია პოეტისათვის მიეთხოვებინა თავისი ასული, რის გამოც ღირსება შელახულმა პოეტმა თავისი სატირული ლექსებით ისე გაუმწარა სიცოცხლე მამაშვილს, რომ ისინი თვითმკვლელობამდე მიიყვანა. გალაქტიონი ამით მიგვანიშნებს, რა ძალის მატარებელია ლირიკა, როცა იგი გარკვეული მიზნის სამსახურში დგება. შემდეგი პოეტი, რომელიც გალაქტიონის ინტერესის სფეროში შემოდის, ეს არის სპარტელი ელეგიკოსი ტერტეოსი და გალაქტიონს ხიბლავს მისი პოეზიის ჰეროიკული სული. ისტორიულად ცნობილია, რომ მართლაც ლაკედემონელები ბრძოლაში ჩართულ მეომრებს ამხნევებდნენ ტერტეოსის საბრძოლო ელეგიებით. ცლად მსჯელობს გალაქტიონი სოლონის შესახებ, პოლიტიკური მოღვაწის კანონმდებლის, რომელმაც ფართოდ გაუღო პოლიტიკურ მოტივებს კარი ლირიკაში. გალაქტიონის მიერ მოწოდებულ პოეტურ დახასიათებაში მონიშნულია სოლონის როგორც პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის თითქმის ყველა დამსახურება. ასევე ახსენებს გალაქტიონი სიმონიდეს კეოსელს, საუბრობს მის მიუწვდომლად ნათელ ლირიკასა და მრავალ ეპიტაფიაზე. სიმონიდესი მოგეხსენება ცნობილი იყო თავის ფილოსოფიური ლირიკით და ეპიგრამებით და თხზავდა ეპიტაფიებს დაუპულ გმირთათვის, მათ შორისაა სამასის სპარტელის ეპიტაფიაც, რომელსაც გალაქტიონიც იხსენებს. ასევე გალაქტიონი ასახელებს პინდაროს, ვინც სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთ ასხამდა ხოტბას. იგი ახასიათებს ამ პოეტის შემოქმედების მხატვრულ თავისებურებებს, მიუთითებს მისი პოეზიის მჭევრმეტყველურობაზე, სტროფიკის სიუხვესა და მხატვრულ სახეთა მომხიბვლელობაზე. ანტიკურ პოეზიაზე მსჯელობას გალაქტიონი ასრულებს ბერძნული სკოლიონით. ეს იყო ღმერთებისა და გმირების განმადიდებელი სიმღერა, რომელსაც ძველ საბერძნეთში წვეულებაზე მოწვეული სტუმრები ასრულებდნენ ხოლმე და საყოველთაოდ ცნობილია სკოლიონი ჰარმოდიუსისა და არისტოგიტონის შესახებ, რომელსაც პირდაპირი თარგმანის ფორმით ურთავს თავის პოეტურ ტრაქტატში გალაქტიონი. დასახელებული პირები არიან საბერძნეთის ისტორიული გმირები, ტირან იპარქოსის მკვლელები და მათ მიმართ მიძღვნილი სკოლიონი ათენის არაოფიციალურ ჰიმნათაც ითვლებოდა. უცნაურია, რატომ უნდა უთმობდეს გალაქტიონი ასე დიდ ადგილს პირდაპირ თარგმანს ამ სკოლიონისა თავის პოეტურ ტრაქტატში. ამის შესახებ შეიძლება ასეთი მოსაზრების გამოთქმა, რომ ამ ტირანიისადმი მებრძოლ გმირებში შეიძლება ირიბი მინიშნება დავინახოთ ლენინსა და სტალინზე ერთი მხრივ, როგორც ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლებზე, ხოლო მეორე მხრივ ერთგვარი დისიდენტური გზავნილი სამოკითხვად შესაძლებელია, თავად ტირანული სახელმწიფოს მოკალაკე გალაქტიონი ხოტბას ასხამს მათ, ვისაც აღმოაჩნდათ ძალაუფლება ტირანის ხელისუფლების დამხობის. ერთი შეხედვით გასაკვირია, რომ ძველ ბერძნულ ლირიკაზე მსჯელობისას გალაქტიონი არსად ახსენებს ისეთ დიდ პოეტებს, როგორებიც არიან საფო, ალკეოსი, ანაკრეონი და მათ მაგივრად ყურადღებას უთმობს ზოგიერთ შედარებით ნაკლებად ცნობილ ავტორს. ეს ფაქტი სავსებით კანონზომიერია, თუ გავითვალისწინებთ გალაქტიონის მიზანდასახულობას დაასაბუთოს ლირიკის საზოგადოებრივი ღირებულება. ამ საქმეში პოეტს ნამდვილად არ გამოადგებოდა ეგრეთ წოდებული მონოდიური ლირიკის წარმომადგენელთა პოეზია, რომელიც სუბიექტურობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა და ძირითადად პირადი ინტიმური სასიყვარულო და მოსალხენი თემატიკით იყო შემოფარგლული. ლირიკის საზოგადოებრივი მნიშვნელობის დასაბუთების გზაზე გალაქტიონისთვის ცხადია, ბევრად უფრო ფასეულური იყვნენ ავტორები, რომელთა შემოქმედებაც ნათელ ყოფდა, რომ ლირიკისათვის იმთავითვე ორგანული იყო სოციალური და პოლიტიკური პრობლემატიკა და ფაქტობრივად გალაქტიონი იმ ჟანრებს უთმობს ყურადღებას ძველ პოეზიაში, რომლებიც მოდიფიცირებული სახით თავად გალაქტიონის ლირიკაშიც 30-იანი წლების ლირიკაშიც საპატიო ადგილს იკავებდა.